გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ Netflix-ის ავატარის მეორე სეზონზე. ტრეილერები გამოვიდა, რაღაცეები გამოვიდა და ვნახოთ რა ხდება საერთოდ ამ სეზონში, რას აკეთებს Netflix. მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ დააკომენტარეთ ვიდეოზე, გამოიწერეთ არხი, ეს ვიდეო დაალაიქეთ. ჯერ მოდი იმით დავიწყოთ, რასაც უკვე შეგუებულები უნდა ვიყოთ პირველი სეზონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ცვლილებებს აკეთებს ამ სერიალის შემქმნელი, ვინც არის, რომელზეც უკვე პირველ სეზონთან დაკავშირებით ვილაპარაკე წინა ვიდეოში, ძირითადი ცვლილებები განვიხილე და ორი იმდენი კიდე არ მომიყოლია, რა ცვლილებებიც იყო იმ სეზონში. ხო და ამ სეზონშიც ეხა ეს იაპირებენ და მივიღოთ უკვე, იმიტომ რომ ვეღარაფერი ვეღარ ეშველება ამას. ესეთი გზით გადაწყვეტეს, რომ წაიყვანოთ ეს სერიალი. სხვა რა გზა არის, რომ უნდა ვუყუროთ და ვიცოდეთ თან ეს. ეხა მეორე სეზონზე ერთი ტრეილერი გვაქვს, მერე რაღაცა სურათები დაიდო კიდე და ბოლოს ახალი გამოსული არის ინტერვიუ ვიდეო, სადაც კადრს მიღმა სცენებიც არის ჩართული და მანდაც საინტერესო რაღაცეები ჩანს და მოდი დავიწყოთ. ტრეილერი ეგრევე იწყება ტოპი როგორც ჩამოდის არენაზე და უნდა იბრძოლოს. და ყველაზე შესამჩნევი რაც არის აქ, არენის სიდიდი არის, იმიტომ რომ მასშტაბი რადიკალურად შემცირებული არის. ანიმაციაში ძალიან დიდი გიგანტური არენა იყო და აქ უფრო რაღაცა underground club fighting თუ რაღაცა ეგეთი ხდება მე მგონი. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ მთელი ტრეილერის განმავლობაში ტოპი საუბრობს რაღაცაზე და ამას ბოლოში ვიტყვი, რაცეც საუბრობს. შემდეგ სცენას რო შევხედოთ, ეხლა ვხედავთ, რომ გველის უღელტეხილზე არიან და თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ რო დავაკვირდეთ, აპაც დგას ამ გველის უღელტეხილზე. და უცნაური ის არის, რომ აქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ წესით ბიბლიოთეკიდან რო გამოვლიან, ამ დროს აპას მოიტაცებენ და სეზონის ბოლოს ბრუნდება. მანამდე არ ჩანს საერთოდ. აქ კიდევ გყავს. ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ არ იტაცებენ აპას და ეს ისტორია ამოჭრეს. მაგრამ თუ ეს ისტორია ამოჭრეს, მაშინ როცა იკარგება აღმოსავლეთის აერის ტაძარში მიდის და გურუს პოულობს იქ, რომელიც ანგთან ატანს შეტყობინებას რქაზე მიაბავს წერილს. ამ შეტყობინების მიხედვით უნდა მივიდეს ანგი გურუსთან, რომ ჩაკრები გახსნას, ასე ვთქვათ, ავატარის მდგომარეობას დაეუფლოს. მაგრამ თუ ეს შეტყობინება აპას საშუალებით არ მიუვიდა ანგს, მაშინ როგორ მიხვდება ის გურუ, რომ ანგს უნდა დაუკავშირდეს რაღაცნაირად, ან წერილი მიწეროს, ან შემთხვევით გადააწყდებიან, თუ როგორ შემოიყვანენ ამას არ ვიცი. იმედია ეს არ ამოჭრეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, გადამწყვეტი მომენტი არის მეორე სეზონში და არ ვიცი ხა რანაირად როგორ მივლენ ამ გურუსთან, მაგრამ ამოჭრეს ფაქტია რაღაცეები, რაც მანდამდე მიდიოდა და ეხლა ახალი ისტორიის მოფიქრება მოუწევთ მაგის. ანუ ამის მიზეზი აშკარა არის, რომ ბიუჯეტი დაზოგეს, იმიტომ რომ მთელი სერია რო აპასთვის დაეთმოთ, ამ ხელა CGI არსება კომპიუტერულად რო შეექმნათ, ძალიან დიდი დრო და სახსრები დაჭირდებოდათ ალბათ და არ გააკეთეს ეგ. ამიტომ ისტორიის შეცვლა მოუწიათ. აქვე მეორე სცენა არის გველის უღელტეხილზე, სადაც მექანიკოსის შვილს ვხედავთ, ტეოს, რომელიც მესამე სეზონამდე არ ჩანს და არც ისეთი გადამწყვეტი როლი არ აქვს მესამე სეზონშიც კი. და ეხა აქ რაღაცა მოიყვანეს, ანუ რა საჭირო იყო უბრალოდ მაგაზე დაეზოგათ მაყუთი, ეხა საიდ ქერექტერების ასე მოყვანა უბრალოდ ეხა რა საჭირო იყო. მე ვხედავ სცენას, სადაც ანგი ჩანს, ჩვეულებრივი დიდი არაფერი, მაგრამ შემდეგ სცენაში ვხედავთ ანგს და ეხა ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილი არის ეს პერსონაჟი. თან იმდენად შეცვლილი არის პირველი სეზონისგან განსხვავებით, რომ ძალიან აშკარა შესამჩნევი არის უკვე. და მოდი ვისაუბროთ ამაზე, ანუ რატო მოხდა ეს? რო დავიწყოთ იმით, 2018 წელს დაანონსდა საერთოდ ეს სერიალი, რომ Netflix უნდა გადაიღო ადაპტაცია და მე კასტინგები აინტერესებდა ყველას. დაიწყო ეს კასტინგები და როგორც ვიცი 2021 წელს შეარჩიეს ეს მსახიობი, მე 2022 წელს გადაღებები დაიწყო და 11-12 წლის არის ამ პერიოდში. მე 2024 წელს გამოვიდა ეს სერიალი და 14 წლის იყო მსახიობი, მაგრამ სერიალში იყო 11-12 წლის მაქსიმუმ. ამის მერე ყველაფერი არის Netflix-ის ბრალი, იმიტომ რომ ეს სერიალი არის 3 სეზონიანი და რახან პერსონაჟები პატარები არიან, ბავშვები არიან, ასე ვთქვათ, საჭიროებდა რომ ერთდროულად გადაიღოთ სეზონები. ეხლა მეორე და მესამე სეზონს იღებენ ეგრე. ხო და პირველი სეზონი ისე გადაიღეს, რომ დამტკიცებული არ ქონდათ მეორე და მესამე სეზონი, იმიტომ რომ Netflix ხო შემოსავლები და ციფრები აინტერესებს თუ წერს ფულს. და რახან პირველი სეზონი გამოვიდა, დაწერა ფული, ციფრები მაღალი იყო, მერე დაუმტკიცა მეორე სეზონი. და მესამე სეზონიც დაუმტკიცა, რომ ერთდროულად გადაიღოთ. და ამ მეორე სეზონის გადაღებები 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო, იმის მერე იღებენ მესამე სეზონსაც და თან ამონტაჟებენ, თან იღებენ მთელი ამბები. ეხლა გამოდის, რომ მეორე
და მესამე სეზონს ერთდროულად იღებენ და შესაბამისად მეორე და მესამე სეზონს შორის დროში ნახტომი არ იქნება. მაგრამ პირველ და მეორე სეზონს შორის უბრალოდ ფიზიკურად ვინც აკეთებდა ამ სერიალს ვერ გააკეთებდა გათვლას. იმიტომ რომ Netflix-ისგან იყო შეზღუდული და მოუწიათ ამის გაკეთება. ანუ ეს არის Netflix-ის და ციფრებზე დამოკიდებულების ბრალი, რასაც ვერაფერი ვერ ეშველებოდა და ასე გამოვიდოდა მაინც. სამივე სეზონი ერთდროულად რო დაემტკიცებინა, ძალიან კაი იქნებოდა, მაგრამ დამოკიდებულები არიან უკვე ძალიან მაყუცე ეს კომპანიები და რა გაიწყობა ეხა ესეთია სიტუაცია. ოკეი, მოდი ტრეილერს მივუბრუნდეთ, ამ სცენაში ვხედავთ ანგს ჩვეულებრივად და ზუსტად არ ვიცი ეხლა აქ სად არის, მაგრამ თუ შემდეგ სცენას გავითვალისწინებთ, რომ აირო ავარჯიშებს ზუკოს და ასწავლის ელვის ტექნიკას, შესაბამისად შეიძლება ანგიც ვარჯიშობს აქ, იმიტომ რომ ამის შემდეგ სცენაში თვალახმოულს ვხედავთ ანგს რაღაცა ვარჯიშის სხვადასხვა მომენტები ჩასვეს ამ მომენტში და ზუკოზე და აიროზე რო გავჩერდეთ ელვის ტექნიკას ასწავლის წეხან რო ვთქვი და გადმოიტანეს ანიმაციიდან ეს, რაც ძალიან კარგი არის ჩემი აზრით. ვარჯიშის ეპიზოდები თუ იქნება, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პირველ სეზონში საერთოდ არ ყოფილა. გველის უღელტეხილს ვუბრუნდებით ისევ, მაგრამ კითხვა გაგიჩნდებოდათ ალბათ ეხა აპა თუ ყავთ, გადავიდნენ, გადაუფრინონ ამ გველის უღელტეხილს, რას სვალობენ. ამ ტრეილერთან ერთად Netflix-მა Facebook-ზე, Instagram-ზე და თავის გვერდებზე სურათებიც დადო და ერთ-ერთი სურათი იყო, რომ ანგის უკან ჩანს ამდენი ხალხი გველის უღელტეხილი. აქედან გამომდინარე, იმდენი ხალხია, რომ აპაზე ფიზიკურად ვერ დაეტეოდნენ და ეხა მარტო ესენი ხო არ გადავიდოდნენ და შესაბამისად ტრეილერში ვხედავთ, რომ აპა დაბლა დაფრინავს გველის უღელტეხილზეც გადამოდის ხალხი და მოკლედ ესე უწევთ, რომ გადავიდნენ რა, ესე მოუწიათ, ესე ჩაიფიქრეს რეჟისორებმა. კაი, შემდეგ სცენაზე გადავიდეთ და ვხედავთ ბასინგსში მეფის სასახლეს, რაც კარგად არის გაკეთებული, თითქმის ერთი-ერთში არის გადმოტანილი და ნუ რაც კაია, კაია ეხლა. შემდეგ სცენაში აზულას ვხედავთ და შესაბამისად დევნის ეპიზოდიც იქნება. აზულასაც ებრძოლებიან, უკანაც ვხედავთ, რომ აირო დაჭრილი აგდია და ზუკო დაყურებს ზევიდან. ასევე ვარჯიშის მომენტს რომ მიუბრუნდეთ წეხან, ვხედავთ, რომ აიროს ელვა აქ ნასროლი გულში, ასე ვთქვათ და გადახვეული აქ და შესაბამისად მაგასაც ვნახავთ, რაც ასევე ამოჭრილი არ არის და ანუ რაღაცებს რო ტოვებენ და ერთი-ერთი თუ არა ის ისტორია მაქსიმალურად ახლოს არის მოყოლილი, ძალიან კარგი არის. ასევე ვხედავთ სუკის, რადგან აპას დაკარგული დღეები არ იქნება ამ სეზონში, ანუ სუკის დიდი ალბათობით დევნის სერიაში დაატყვევებენ და აქედან წაიყვანენ ციხეში, საიდანაც მესამე სეზონში გამოიქცევა სოკასთან და სხვა პერსონაჟებთან ერთად. ანუ ამ სცენაში ტოპს კარგად ვხედავთ ეხა სახეზე და ლინზები რო აქვს გაკეთებული უსინათლობის ეფექტი კარგად არის შექმნილი ჩემი აზრით და იმედია ხუმრობებსაც დატოვებენ ანიმაციიდან, იმიტომ რომ ძალიან კარგი და სასაცილო მომენტები იყო და იმედია რაღაც იუმორის ჩარჩოებში ჩასმის გამო არ ამოჭრიან მის ხუმრობებს უსინათლობაზე და იმედია დატოვებენ. ანუ ტრეილერში ასევე ვხედავთ, რომ ტოფის სეისმურ ხედვას გვაჩვენებენ, ანუ ხო ფეხების საშუალებით ხედავს რახან უსინათლო არის. და კარგად იყო ეს ვიზუალი გაკეთებული, ხა მე ვერაფერს ვერ დავუწუნებ მაგალითად. იმედია სხვა მომენტებშიც გამოიყენებენ და ერთხელ საჩვენებლად არ გამოიყენებენ მარტო. კაი, ტრეილერის ბოლოშიც მივედით და ეხა ტოფის საუბარს მივუბრუნდეთ, რომელიც მთელი ტრეილერის განმავლობაშია და ამ საუბარს ცვლილება მოსდევს თან, რომელიც იქნება ამ Netflix-ის ადაპტაციაში ჩემი აზრით. იმიტომ რომ ტოფი მთელი ტრეილერი საუბრობს, რომ მიწის, ანუ შინაარსი ხარო შევაჯამოთ, არის რომ მიწის საშუალებით ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. და ეს ტექსტი უნდა თქვას ჭაობის ეპიზოდიდან ამ ტიპმა, რომელსაც ახლა ხედავთ თქვენ და შესაბამისად რახან ტოპს ალაპარაკებენ ამას, ჭაობის ეპიზოდიც ამოჭრეს. თან ერთ-ერთი მიზეზი არ არის ეს, ჩემი აზრით, რატომაც ამოჭრეს, იმიტომ რომ პირველ სეზონში, როდესაც სულები სამყაროში არიან, ისეთ რაღაცებს ხედავენ იქ, რასაც წესით ჭაობის ეპიზოდში უნდა ხედავდნენ. და შესაბამისად პირველ სეზონში ის უკვე აჩვენეს, აქ ახლა ტოპს ათქმევინებენ, რომ მიწის საშუალებით ყველაფერი დაკავშირებულია და ჭაობის ეპიზოდიდან დიდად აღარაფერი დარჩა მოსაყოლი და შესაბამისად ლოკაციაც ამოაგდეს, რომ კიდე ორიამდენი CGI არ გააკეთონ და მაყუთი არ დახარჯონ, ასე ვთქვათ. კიდე მაყუთის დაზოგვაზე წავიდა საქმე. ამის გარდა კიდე მესამე სეზონში თავდასხმის ეპიზოდებში ეს ჭაობის მაცხოვრებლები იბრძვიან. და შესაბამისად თუ ჭაობის ეპიზოდი ამოჭრეს, შესაბამისად ეს პერსონაჟებიც და მესამე სეზონშიც არ გამოჩნდებიან. ანუ ეს ამოჭრეს საერთოდ. ახლა ეს ცვლილება კარგი არის თუ ცუდი არის, მოდი თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რას ვფიქრობთ. კაი, მოდი ეხა სურათებზე გადავიდეთ, ერთზე ვილაპარაკეთ უკვე, ეხა მეორეზე ვისაუბროთ.
მატარებელში შედან ამ სურათში და ხედავთ, რომ ბასინგსეში როგორ მიდიან, ესეც დატოვეს. მატარებლით მიდიან ესე იგი. მაგრამ ახლა ხო ვიცით, რომ აპაყავთ და რატო არ მიფრინავენ, ანუ როგორ იყენებენ აპას ამ სეზონში რაღაცა უცნაურია, იმიტომ რომ ანიმაციაში აპა რო არ ყავთ, წვალობენ გველის უღელტეხილზე გადასვლით, მერე იქით მატარებელში სხდებიან, იმიტომ რომ ფეხით ხო არ წავლიან ახლა, იმიტომ რომ არის საშუალება. მაგრამ აქ გველის უღელტეხილზეც ვერ იყენებენ აპას, რომ ზემოდან გადაუფრინონ, როცა ყავთ, იმიტომ რომ არ გაუტაციათ ესე გადაწყვიტეს რეჟისორებმა. აქაც ვერ იყენებენ გადასაფრენად კედლებზე და პირდაპირ მიფრინდნენ მეფესთან, იმიტომ რომ იმასთან მიდიან ინფორმაცია რომ მიაწოდონ, ისტორია ხო ესეთია. ხო და აქაც თუ ვერ იყენებენ აპას, აბა მაშინ რა ხდება, ანუ რატო არის ესეთი დაკნინებული ამ ხელა გადაადგილების საშუალება, თუ არ არის მოტაცებული და არ არის შორს ამათგან. ანუ მაინც არ იყენებენ და ამ ცვლილებას რა აზრი ქონდა, თუ მაინც ვერ გამოიყენებენ. მოკლედ ვნახოთ ახლა სერიალში როგორ მოიქცევიან. ანუ შეიძლება გვიან ბასინგსეშივე მოტაცონ აპა და შეიძლება მაგიტო ვერ იყენებენ. მოკლედ ვნახოთ როგორ გამოიყენებენ ამ პერსონაჟს, ძალიან მაინტერესებს. სურათში ვხედავთ ასევე ანგის გადმოკერებულ ტანსაცმელს და რახან სერიალშიც 2 წელი გავიდა. ანგის ტანსაცმელი იგივე დარჩა რატომღაც, ანუ თუ მესამე სეზონში იპარავენ ტანსაცმელს პერსონაჟები და მერე სულ ახალი აცვიათ, რა ვიცი, ანუ ეხლაც ახალი შეეკერათ ბოლო-ბოლო. რა პრობლემა იყო, რომ ეხა ეს გადაკერებული, ცოტა დამახინჯებული ტანსაცმელი არ ყოფილიყო, არ ვიცი. კაი, მოდი კადრის მიღმა ტრეილერზე გადავიდეთ და ისეთ რაღაცებს შევეხები, რაზეც ეხა ტრეილერის განხილვისას არ მილაპარაკია და კაი, მოდი ეგრევე ლურჯი სულით დავიწყოთ, რამდენიმე სცენაში ვხედავთ ამ ტრეილერში. და შესაბამისად დიდი ალბათობით იმ სცენებში იქნება, სადაც აი ძარცვის მომენტი მიდის, რადგანაც გაქცეულები არიან ზუკო და აირო, ბასინგსეშიც და აი ტყეშიც რო იმალებიან, ძარცვავენ ხალხს. ნუ ძარცვავენ რა, ეხა ზუკო ძარცვავს მარტო ამ ნიღბის საშუალებით. და ძირითადად ეს სცენები იქნება ლურჯი სულის. ანიმაციაში აპას რო გაიტაცებენ, დატყვევებული არის და ზუკომ უნდა გაათავისუფლოს საკაიროსთან ძალიან მაგარი დიალოგი აქვს და არ ვიცი ხა ამ დიალოგს სად წაიღებენ, რადგანაც აპა არ დაუტყვევებიათ ან არაფერი ესეთი მინიშნება არ არის რო ატყვევებენ. ეს დიალოგი სად იქნება თუ იქნება საერთოდ იმედია იქნება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი არის ზუკოს და აიროს შორის. ასევე ტოპს ვხედავთ, რომელიც გამოწყობილი არის რაღაცა სპეციალურ ტანსაცმელში, აი რო უნდა შეიპარონ მეფის სანახავად, აი ეგრე გამოწყობილები არიან, ეგეც იქნება შესაბამისად. მერე გამოვყოფთი აი ზუკოს ამ მომენტს ტრეილერში, სადაც ტროსებზე აწყობილი აკეთებს ლურჯ ფონზე სალტოს რაღაცნაირს და მაგონდება ანიმაციაში მეორე სეზონის ფინალში, სადაც აზულას ათავისუფლებს და მე მგონი ფინალური ბრძოლა ისეთივე იქნება მაქსიმალურად მიახლოებული როგორც ანიმაციაში. შემდეგ სცენაში ვხედავთ პროფესორ ზეის, ანუ ბასინგსეს ერთ-ერთ პროფესორს, რომელიც ბიბლიოთეკაში მიყვება ანგს და თავის გუნდს, რომ იპოვონ რაღაც ინფორმაცია ცეცხლის სამეფოზე. და შესაბამისად ძალიან კარგი არის, რომ ეს არ ამოჭრეს და დაგვიდასტურდა ამით კასტინგის გამოცხადებისასაც დადასტურდა ის, რომ ბიბლიოთეკის ეპიზოდი იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან საკვანძო მომენტი არის ეს ლოკაცია, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი შეიძლება და ძალიან კარგია რომ არ ამოჭრეს. ახლა ლოდის პერსონაჟზე გადავიდეთ, რომელიც მაინც და მაინც არ მომეწონა, იმიტომ რომ შეხედავ ანიმაციაში პერსონაჟს, ეგრევე ყველა ფიქრობდა, რომ დუეინ ჯონსონს უნდა ეთამაშა, იმიტომ რომ როკ ეგრე ქვია, სერიალში ბოულდერ ეგრე ქვია და ქვა ლოდი, ეხა ყველას ერთი და იგივე ასოციაცია მოვიდა, თან აღნაგობაც ერთი და იგივე აქვს ანიმაციაში იმ პერსონაჟს და რეალობაში დუეინ ჯონსონს, მაგრამ ეს ხო არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ დუეინ ჯონსონი იმდენ მაყოც მოითხოვდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გაწყვეტებოდა სერიალი ალბათ და გადაწყვიტეს, რომ სხვა მსახიობი შეერჩიათ. მაგრამ ეხა კასტინგი რო გამოცხადდა და ინსტაგრამზე რაღაცა სურათები ვნახე, იმიტომ რომ გადამკვეთარი ფანი რო ხარ, ყველაფერს ამოწმებ ადამიანი და დიდად ეხა პრობლემა არ მქონია, მაგრამ რატომღაც ეხა პერსონაჟი ვითაკუნთული არ არის როგორც ჩანს და აი ამ პერსონაჟს უფრო გაქვს ეს რო ეთამაშა ჩემი აზრით, ვიდრე თვითონ ლოდს. ისე გადაობა არის ხა ლოდი რო ქვია, კადრს მიღმა ტრეილერში ასევე ვხედავთ, რომ გადასაღები მოედნები პრაქტიკულად აქვს შექმნილი, აშენებული აქვს მაქსიმალურად ყველაფერი და პირველ სეზონში რო ვოლიუმში იღებდნენ მთლიან
შიან სეზონს, იმიტომ რომ კოვიდის პერიოდი იყო და ყველაფერი აკრძალული იყო, ცოტა ცუდად ჩანდა და აი ყველა ფონი რაღაც არარეალისტურს გავდა ასე ვთქვათ, უმეტეს შემთხვევაში ზოგზე ძალიან შესამჩნევი იყო და კარგია რომ პრაქტიკული სეტები არის, რამდენად კარგს გახდის ეს სერიალს ვნახოთ ახლა. ანუ იმიტომ რომ ძალიან ისეთი შეგრძნება მქონდა პირველ სეზონში, რომ აი ყველაფერი ფონი იყო და აი ხელით შეხება არაფერზე არ შეიძლებოდა ეკრანზე იყო ყველაფერი და აქ კარგი არის რომ ყველაფერი ცოცხალი და რეალური როა ეგეთი შეგრძნება მაინც გვექნება. ძალიან საინტერესო არის ოზაის და ურსას კადრი, იმიტომ რომ სერიალში არსად არ აქვს ერთად სცენა, გარდა ერთისა, როდესაც აზულონის წინაშე ზუკო და აზულა ეჯიბრებიან ერთმანეთს. მაგრამ ეხა საინტერესო ის არის, რომ შეიძლება განავრცონ ეს და წინა სეზონში რახან სერჩის კომიქსებიდან შემოიტანეს სახეების დედის პერსონაჟი, შეიძლება ისევ სხვა მომენტები გადმოიტანონ სერჩის კომიქსებიდან, სადაც ოზაის და ურსას სხვადასხვა მომენტებს გვაჩვენებენ, რაც ანიმაციური სერიალის პირველ 3 სეზონში არ გვაჩვენეს. თან ამ სცენაში რო უყურებთ, ეხა ისეთი ფონი აქვთ, რომ აშკარად ცეცხლის ლორდის წინაშე არ არიან, სადღაც გარეთ არიან სასახლის ბაღში და საინტერესოა რა დიალოგები ექნებათ ამ პერსონაჟებს. აზულას მიუბრუნდეთ, მოდი მის ჩაცმულობაზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ პირველი სეზონისგან რადიკალურად შეცვლილი არის. სხვანაირი ტანსაცმელი აცვია ეს ელვის ორნამენტები თავის ჩაცმულობაზე, ასევე ეს სამხრები მაინც არ მომწონს რაღაცა გამუბერილივითა აქ მხრებზე და რა ვიცი, კიდე კლანჭებივით ფრჩხილები რო აქვს, კარგი დეტალი არის, რომ გადმოიტანეს ანიმაციიდან, მეორე სეზონშიც ესეთი არის. ჩაცმულობა არის სრულიად სხვანაირი ოღონ. ნუ ასე თუ ისე ლამაზი არის ჩემი აზრით და მოდი თქვენ დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, როგორ მოგწონთ აზულას ახალი ვიზუალი. მეტი ისეთი არაფერი არ გვაჩვენეს, გარდა იმისა, რომ 25 ივნის გამოვა სერიალი, გამოსვლის თარიღი ძლივს გვითხრეს და ჩემი აზრით ძალიან კარგი არჩევანია, იმიტომ რომ მთელი მიწის სამეფო, იქ უდაბნოს სერიები, ზაფხულის სიცხე, კარგად უხდება 25 ივნისი ზაფხული ამ სერიალის გამოსვლას. კიდევ ვიცით, რომ სერიალი 7 სერიისგან შედგება, წინა სეზონში 8 სერია იყო და მაინც დააკლდათ რაღაცეები, ამ სეზონში იმედი აგრძელი სერიები მაინც იქნება და კი ვიცით რომ ამოჭრიან რაღაცეებს ტრეილერიდანაც ჩანს ეს ყველაფერი. კაი, მოდი მოვრჩეთ ასე თუ ისე მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ და დაველოდოთ 25 ივნისს. მანამდე არ დაგავიწყეთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ სეზონზე. ნახვამდის.